თქვენ გითხრეს, რომ შემდეგი პანდემია ხალხმრავალ ქალაქში დაიცლება, მაგრამ აშშ-ში ყველაზე მომუქდინებელი ემოქდინებელი რესპირატორული ვირუსი სხვა წესებით მოქმედებს. NASA აკვირდება პათოგენს, რომელსაც 38%-იანი სიკვდილიანობა აქვს და რომელიც ხელუხლებელ უნციკლო ტერიტორიას სასიკვდილო ზონად აქცევს. ეს უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე რუსული რულეტკის თამაში 2 თყვით. დედამიწას აქვს ჩაშენებული ბიოლოგიური თავდაცვა, რომელიც ამინდის ნიმუშებს იყენებს ეპიდემიების გასაჩენად და NASA იცის, სად დაარტყამს შემდეგ. 2026 წლის მარტში 60 წლის კაცმა სანტა-ფეს საავადმყოფოში სუნთქვის გაძნელებით მიმართა. მას საერთაშორისო მოგზაურობა არ ქონია. ის არ ყოფილა ხალხმრავალ სატრანსპორტო კვანძებში. უბრალოდ საკუთარ სოფლის სახლში იყო, ჩრდილოეთ ნიუ-მექსიკოში. რამდენიმე დღის შემდეგ დიაგნოზი დადგინდა: ჰანტავირუსული ფილტვის სინდრომი. ეს იყო ნიუ-მექსიკოს პირველი დადასტურებული შემთხვევა იმ წელს. კაცი გადარჩა რამდენიმე დღის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნის შემდეგ. მას გაუმართლა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის სიკვდილიანობის ჩანაწერები აჩვენებს, რომ ბევრი პაციენტი საავადმყოფოს ვეღარ ტოვებს. 38%-იანი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3 წელზე მეტია უცვლელია. სტენფორდის მედიცინის მონაცემებით, აშშ-ში გრძელვადიანი საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 35% შეადგენს. ორივე მაჩვენებელი ჰანტავირუსს ჩრდილოეთ ამერიკაში რეგულარულად მონიტორინგირებულ ყველაზე მომაკვდინებელ რესპირატორულ დაავადებებს შორის აყენებს. ანტივირუსული მკურნალობაც არ არსებობს. როგორც კი მძიმე ფილტვის სიმპტომები იწყება, მკურნალობა დამხმარე ხდება. მაგალითად, ვენტილაცია, ჟანგბადი და არტერიული წნევის სტაბილიზაცია. დაავადება საშინელი სისწრაფით პროგრესირებს, როგორც კი ფილტვების სითხით იწყებს შევსებას. სანტა-ფეს პაციენტი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ნიუ-მექსიკოში უკვე 30 წელია სიმპტომებს ადრეულ ეტაპზე ამჩნევენ. იმ შტატებში, სადაც მცირე გამოცდილება აქვს, დაავადების ადრეულ ეტაპზე შემთხვევები ადვილად ერევათ, გრიპში ან პნევმონიაში, სანამ სუნთქვის უკმარისობა არ დაიწყება. მაგრამ CDC-ის მეთვალყურეობის ჩანაწერები კიდევ ერთ შემაშფოთებელ ტენდენციას ასახავს. 1993 წლიდან ამერიკელი პაციენტების 98% მისისიპის მდინარის დასავლეთით ფიქსირდება. არა უმეტესობა, არამედ თითქმის ყველა. მხოლოდ ნიუ-მექსიკოში 140-ზე მეტი დადასტურებული ინფექციაა დაფიქსირებული. კოლორადოში კი 120-ზე მეტი. არიზონაში გავრცელების კორიდორები გადის შორეულ უდაბნოსა და ტყიან ტერიტორიებზე. ეხლა კი რუკის მეორე მხარეს გადავხედოთ. 10 შტატში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სიის შემადგენლობაშია ალაბამა, ჯორჯია, ოჰაიო და ნიუ-ჯერსი. შტატები, სადაც ყველაზე დიდი და დატვირთული ქალაქებია, არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. და აქ წყდება. რუკაზე გავრცელება წყდება. რამდენიმე შტატში, სადაც დიდი მოსახლეობის ცენტრებია, არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სანტა-ფეს შემთხვევა უჩვეულო არ არის. ის საკმაოდ ტიპურია. ადგილმდებარეობა იცვლება, მაგრამ შედეგი უცვლელია. მცირე მოსახლეობა, ადგილობრივი მღრღნელების ჰაბიტატი, მშრალი რელიეფი და შეზღუდული სამედიცინო ხელმისაწვდომობა. 2025 წლის თებერვალში ბეტსი არაკავა, მსახიობ ჯინ ჰეკმანის მეუღლე, იმავე დაავადებით გარდაიცვალა მათ სანტა-ფეს სახლში. ვირუსთან კონტაქტი მოხდა მშვიდ სოფლის საკუთრებაზე, სუფთა ჰაერითა და შორეული მეზობლებით. მოგვიანებით გამომძიებლებმა იპოვეს ვირთხების ბუდეები საკუთრების გარშემო მდებარე დამხმარე ნაგებობებში. ეს ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა ვირუსისთვის და NASA ყურადღებას აქცევს ამას. სატელიტმა ის დაინახა, რასაც სხვები მიწიდან ვერ ამჩნევდნენ და სწორედ ამან შეცვალა ყველაფერი. COVID გავრცელდა აეროპორტებში, გრიპი ვრცელდება ოფისებში, ება ოფისებში. რაც უფრო სუფთად გამოიყურება გარემო, მით უფრო იდეალურად ერგება ის გადამტანი სისტემისთვის. ჰანტავირუსი ამ კატეგორიაში არ ჯდება. თავარი გადამტანი აშშ-ში არის ირემის თაგვი. ის პატარაა, ძალიან საყვარელია და სრულიად უუნებლად გამოიყურება. 1993 წელს CDC-ის ჯგუფებმა ირემის თაგვები დაიჭირეს 4 კუთხის რეგიონში ეპიდემიის გამოძიებისას და ზოგიერთ პოპულაციაში ინფიცირების მაჩვენებელი 30%-ს უახლოვდებოდა. თაგვი არ ავადდება. მას არც სიმპტომები უვითარდება და არც მასობრივი ქდომა შეინიშნება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებისთვის არანაირი გაფრთხილება არ არსებობს. ვირუსი თაგვის შარდით, ნერწყვითა და განავლით ვრცელდება, ცხოველთა სამყაროში დამალული საფრთხეა, რომელიც ინფექციურ მასალას გარემოში ავრცელებს. ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტმა მას შემდეგ საფრთხის რუკა გააფართოვა. შტატში 30-ზე მეტი მცირე ძუძუმწოვარი სახეობა ჰანტავირუსთან კონტაქტზე დადებითი პასუხი აჩვენა. სიის შემადგენლობაშია მიწის ციყვები, ჩიპმანკები, თეთრფეხება თაგვები და მოსავლის თაგვები. ვირუსის მატარებელთა ჯგუფი ერთი სახეობა არ არის. ეს მთელი ცხოველთა კლასი გახლავთ. 2026 წლის იანვარში სან-დიეგოს ოლქმა განაცხადა, რომ დასავლეთის მოსავლის თაგვმა ჰანტავირუსზე დადებითი ტესტი აჩვენა. საჯარო ჯანდაცვის ჯგუფებმა დაუყოვნებლივი გაფრთხილებები გასცეს, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ადამიანებში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ იყო. ვირუსის მატარებელი ცხოველები ჩნდებიან ისეთ ადგილებში, სადაც არავინ ელოდება. თაგვი თქვენს გარშემო საფრთხეს არ წარმოადგენს. საფრთხე ის თაგვებია, რომლებიც ღია სივრცეებში არიან. დაბინძურება გროვდება და შემდეგ ადამიანები ჩნდებიან.
არსებობს მიზეზი, რატომაც ასე ხდება. დატვირთულ ურბანულ დასახლებებში ყავისფერი ვირთხები და სახლის თაგვები ადგილობრივ სახეობებს აძევებენ. ისინი იღებენ საკვებს და თავშესაფარს, ხოლო ირემის თაგვი მარცხდება. ფია დასავლეთში არავინ ეწინააღმდეგება. ირემის თაგვი მრავლდება ბუნების საზღვრების მიხედვით და არა ქალაქის საზღვრების მიხედვით. ამერიკის სამხრეთ-დასავლეთი არ იტანს იმ პირობებს, რომლებიც ვირუსების გავრცელებას უწყობს ხელს. დაბალი ტენიანობა გამომშრალ განავალს უფრო დიდხანს ინარჩუნებს. ადამიანთა სიმცირე ნიშნავს, რომ ვირუსული დატვირთვა დროთა განმავლობაში გროვდება, სანამ ვინმე მასთან კონტაქტში შევა. Santa Fe საკუთრება, სადაც 2026 წლის მარტის შემთხვევა დაიწყო, ზუსტად ის ადგილია, სადაც ის კარგად ვრცელდება. ჰაკმანის არაკავას სახლი იგივე იყო. იგივე ეხება სამუშაო ადგილებს კალიფორნიის მონოს ოლქში, სადაც 2025 წელს 3 ადამიანი დაიღუპა. ეს კლასტერი უჩვეულოდ მიიჩნიეს. არც ერთ ამ მსხვერპლს არაფერი სარისკო არ გაუკეთებია. ისინი ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ გარემოში, რომელიც ვირუსის მატარებელი სახეობისთვის იდეალური იყო. დაფინანსების საკითხი კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. საჯარო ჯანდაცვის ბიუჯეტები, მედიის გაშუქება და პოლიტიკის ყურადღება თითქმის მთლიანად მიედინება მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. დაფინანსება მიემართება მაიამიში კოღოების კონტროლისთვის. გრანტები გადადის ფორტ ქალაქებში დაავადებების მონიტორინგისთვის. მედია აშუქებს შემდეგ ურბანულ აფეთქებას. ჰანტავირუსი კი ამ რუკის საპირისპირო კუთხეშია. თითქმის არ არის სათაურები და თითქმის არ არსებობს დაფინანსებული სისტემები, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. გეოგრაფია განსაზღვრავს, ვინ არის დაუცველი. მკვლევრებმა, რომლებიც ჩრდილოეთ შვედეთში ჰანტავირუსის ზემოქმედებას იკვლევდნენ, აღმოაჩინეს, რომ სოფლის ტყის თემებში მცხოვრებ ადამიანებს ბევრად მეტი ანტისხეული ჰქონდათ, ვიდრე ახლონდებარე ურბანულ მოსახლეობას. სხვა გარემოში ცხოვრება უკვე ცხრიდა იმას, რამდენად ნაცნობი იყო ვირუსი მათი იმუნური სისტემისთვის, სანამ ინფექციები სერიოზული გახდებოდა. ეს ტენდენცია მხოლოდ შვედეთზე არ ვრცელდება. 2019 წელს ფინეთის სოფლის თემებში ჩატარებულმა კვლევამ იგივე იმუნური გრადიენტი აჩვენა. ადამიანებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება ტყიან გარემოში გაატარეს, ანტისხეულების განსხვავებული პროფილი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც იქ ქალაქებიდან ჩავიდა. სხეული სწავლობს იმ გარემოსგან, სადაც ცხოვრობს. თუ ამ სხეულს ახალ გარემოში გადაიყვან, სწავლა ნულიდან იწყება. ენდემურ რეგიონებში მცხოვრებნი ხშირად რამდენჯერმე ექვემდებარებიან ვირუს დაბალ დონეზე, რაც საშუალებას აძლევს გარკვეული იმუნური ნაცნობობა ჩამოუყალიბდეთ. ახალი ჩამოსულები კი ვირუსს ამგვარი წინაშეხების გარეშე ხვდებიან, რაც მათ აშკარად არახელსაყრელ იმუნოლოგიურ მდგომარეობაში აყენებს. ეს მოდელი განმეორებით ჩნდება CDC-ის შემთხვევების გამოძიებებში. ჰანტავირუსის მძიმე ინფექციების დროს ვირუსი გარკვეულ ზიანს აყენებს ფილტვის ქსოვილს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის პაციენტის მოსაკლავად. იმუნური სისტემა საფრთხეს საკმარისად სწრაფად ვერ აღიქვამს. შემდეგ კი კატასტროფულად გადაჯარბებულ რეაქციას ავლენს. ის ავსებს ფილტვის ქსოვილს სითხით და სწორედ ეს ბრძოლა კლავს პაციენტს. 2026 წლის აპრილში ატლანტიკის საკრუიზო გემზე გავრცელებულმა ეპიდემიამ იგივე ტენდენცია აჩვენა. მგზავრს მცირე სიცხე და თავის ტკივილი დაეწყო. სიმპტომები გაძლიერდა და მხოლოდ ერთ კვირაში მისი ფილტვები სითხით აივსო. ის იმავე დღეს გარდაიცვალა. იმ საკრუიზო გემზე 86 მგზავრი 23 სხვადასხვა ქვეყნიდან იყო ჩამოსული. წმინდა ელენესა და ასენსიონის კუნძულები, ყველა შორეული ადგილი. ვირუსის მატარებლები ამ ადგილებში წლების განმავლობაში ელოდნენ. იმ გემიდან ჩამოსული ტურისტის ფილტვები სწორედ ის ნაპრალი ამოჭდა. ვირუსი ტყვია, ხოლო გეოგრაფია და ბიოლოგია იარაღებია. 2012 წელს იოსემიტის ეროვნულ პარკში კარის სოფელში მყოფ ვიზიტორებს შორის მძიმე რესპირატორული დაავადების შემთხვევათა კლასტერი დაფიქსირდა. დადასტურდა 10 ინფიცირების შემთხვევა, 8 მათგანი განვითარდა ჰანტავირუსული ფილტვის სინდრომად, ხოლო 5-ს ინტენსიური თერაპია დასჭირდა. მათგან 3 გარდაიცვალა. CDC-სა და კალიფორნიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის გამომძიებლებმა მოგვიანებით დაადგინეს, რომ ინფიცირების წყარო ერთ კონკრეტულ სტრუქტურულ დიზაინში არსებული ხარვეზი იყო. პარკში დაამონტაჟეს ტენტიანი ქოხები, დილოს გვერდებით, რომელთა შიდა კედლებში ქაფის იზოლაცია იყო განთავსებული. ეს ღრუები ირემის თაგვების ბუდედ იქცა და ზაფხულის ბოლოს მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ვიზიტორებს არ უკბენიათ. მათ არც ერთი მღრღნელი არ შეხებიათ. მათ ამოალაგეს ჩანთები, გაიარეს იატაკზე, გაახსნეს ფანჯარა და აგდეს ჩემოდანი საწოლზე. ეს საკმარისი იყო. იზოლაციის შიგნით გამხმარი განავალი მიკროსკოპულ ნაწილაკებად დაიშალა. ეს ნაწილაკები ჰაერში გავრცელდა. ვირუსი გამხმარ განავალში სიცოცხლის უნარიანი რჩება 3 დღემდე. ნებისმიერი ზედაპირი, სადაც მღრღნელები საკმარისად დიდხანს იმყოფებოდნენ, ვირუსის გადამტან სისტემად იქცევა. გარემო უკვე დაბინძურებული იყო. ადამიანის მოძრაობამ გამოიწვია ვირუსთან შეხება. ყოველი ჩასუნთქვა მას უფრო ღრმად შექონდა, ხოლო დანარჩენს ფილტვები აკეთებდნენ. იოსემიტის კლასტერის შემდეგ ეროვნული პარკის სამსახურმა გაფრთხილებები გააგზავნა. ინფექციის პერიოდში პარკში დაახლოებით 260,000 ვიზიტორი იმყოფებოდა. ყველა მიიღო შეტყობინება. ჯანმრთელობის ორგანოებმა 39 ქვეყანაში ასევე მიიღეს შეტყობინება. კოტეჯები დახურეს და დაანგრიეს. 10-დან 9 შემთხვევა სწორედ იმ ოთახებს დაუკავშირეს. გადამტანი არ არის აუცილებელი, რომ თვალსაჩინო იყოს.
განავალი არ არის აუცილებელი რომ აშკარა იყოს. თავარია ეს ადგილი მღრღნელებს საკმარისად დიდხანს ჰქონდეთ დასახლებული რომ მტვერი დაგროვდეს. შემდეგ კი ეს მტვერი უნდა აიწიოს. ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქმედება, რაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს, არის დახურულ სივრცეში დასუფთავება, სადაც მღრღნელების პრობლემა არსებობს. ეს მოიცავს კაბინის იატაკის მოწმენდას, ფარდულის მტვერსასრუტით გაწმენდას ან ტენტის დაფერთხვას. ესევე ეხება შეშის გადატანას, ბეღელის გახსნას სამთრის შემდეგ ან იზოლაციის აშლას. ამ მოქმედებებიდან თითოეულს შეუძლია გამოუშვას იმდენი ნაწილაკი, რომ სასიკვდილო დოზა გამოიწვიოს. როცა 2026 წლის მარტის შემთხვევა გამოცხადდა, ნიუ-მექსიკოს ჯანდაცვის დეპარტამენტმა მოსახლეობას ურჩია საერთოდ არ მოეკრიფათ მღრღნელების ნარჩენები. ამის ნაცვლად უნდა დაასრულონ ისინი 10%-იანი ქლორის ხსნარით აიღონ ხელთათმანებით და ერთჯერადი დილოთი. ეს რეკომენდაციაა, მაგრამ მისი შესრულება სავალდებულო არ არის. სამხრეთ-დასავლეთის სოფლად მდებარე რაიონების გარეთ ვირუსი ჯერ კიდევ ნაკლებადაა ცნობილი. გავრცელების მოდელი ყველგან ერთნაირია, სადაც ვირუსი ჩნდება და ის ყოველთვის ერთსა და იმავე მიმართულებით მოძრაობს. არგენტინაში 2025-2026 წლების ჰანტავირუსის სეზონმა უკვე გამოავლინა 101 დადასტურებული შემთხვევა, რაც ორჯერ მეტია წინა სეზონთან შედარებით. ქვეყანაში ამ დროისთვის 32 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული. 2025 წლის დეკემბერში გამოცემულმა ჯანდაცვის გაფრთხილებამ იგივე ტენდენცია სამხრეთ კონუსის მასშტაბითაც აღნიშნა. დაზარალებული ქვეყნები იყვნენ არგენტინა, ბოლივია, ჩილე, პარაგვაი, ბრაზილია, პანამა და ურუგვაი. ეს ხშირი შემთხვევაა და როცა ხალხი იკლებს, ინფექცია ძლიერდება. და ეს მხოლოდ სამხრეთ ამერიკას არ ეხება. ევროპაშიც იგივე სურათია. შვედეთი, გერმანია და ფინეთი ყოველწლიურად აწყდებიან ესეთ პერიოდებს ქვეყნის სოფლის რეგიონებში. ევროპული რუსეთი ყოველწლიურად 8000 შემთხვევას აფიქსირებს, ძირითადად ტყიან რეგიონებში. შეხედეთ კლასტერებს რუკაზე. ცარიელი ზონები წარმოქმნიან შემთხვევებს. მჭიდრო ურბანული განაშენიანებები არაფერს არ მოქმნიან. ირემის თაგვი ქალაქებში არ ცხოვრობს. ატლანტის გარეუბნებში უამრავი მღრღნელია, ისევე როგორც ჩიკაგოს ცენტრსა და ლოს-ანჯელესის შუაგულში. ამ ადგილებში ჰანტავირუსის რისკი თითქმის ნულია. სასიკვდილო ზონები ხშირად ემთხვევა იმ ადგილებს, რომლებიც უფრო ხშირად ჩანს დასასვენებელი ბუკლეტებში. რუკა იწყება ჩრდილოეთ ნიუ-მექსიკოდან და გადადის დასავლეთ კოლორადოსა და აღმოსავლეთ არიზონაში. ევროპული მხარე მოიცავს ჩრდილოეთ შვედეთსა და ბავარიის წინგორებს. სამხრეთ ნაწილს კი პატაგონიის ტბების რეგიონი ამაგრებს. რისკი მუდმივი არ არის. ის იზრდება, რადგან მღრღნელების პოპულაციაც მუდმივი არ არის. ისინი შეიძლება გაიზარდონ, შეიძლება შემცირდნენ, შემდეგ ისევ გაიზარდონ და ეს ციკლები შემთხვევითი არ არის. ისინი მიხვებიან ეკოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც მრავალწლიან პერიოდებში მოქმედებენ, რაც ნიშნავს, რომ ტერიტორია პერიოდულად თავიდან იტვირთება. მაგრამ ციკლის ქვეშ კიდევ უფრო ღრმა სტრუქტურაა, რაღაც, რაც განსაზღვრავს, როდის ხდება ეს ყველაფერი. და ეს ადგილობრივი არ არის. პროცესი, რომელიც ფაქტობრივად აქცევს მიწას იარაღად, ბიოლოგიურია და ის ვითარდება თანმიმდევრობით, რომელსაც მკვლევრები ნაბიჯ-ნაბიჯ ასახავენ. ის იწყება თესლის უხვი მოსავლის წლით, პერიოდით, როდესაც პირობები ემთხვევა და მცენარეები უჩვეულოდ ბევრ თესლს იძლევიან. ფინიონის ფიჭვები თხილს კრიან, ბუჩქები ზედმეტად ბევრ თესლს იძლევიან და ბალახები მიწაზე ფართოდ ვრცელდება. მოკლე დროით ლანდშაფტი შეცვლილია და შემდეგ თაგვები რეაგირებენ. ჩვეულებრივ, ირემის თაგვის ერთ ნაკარში 4-დან 6 ნაშიერია. მდედრს კარგ სეზონზე 3 ან 4 ნავარი შეიძლება ჰყავდეს. ჩვეულებრივ წლებში საკვები და თავშესაფარი ზღუდავს რამდენი გადარჩება. თესლის უხვი მოსავლის წელს ეს ზღვარი იხსნება. გამრავლების ციკლები მცირდება და გადარჩენის მაჩვენებელი იზრდება. დაცებლები, ქოიოტები, ბუები და გველები ვერ ასრებენ ნადირობის მასშტაბის გაზრდას რომ დაეწიონ. холод ერთ სეზონში ირემის თაგვის პოპულაცია კონკრეტულ კანიონში შეიძლება გაორმაგდეს, გასამაგდეს ან 4-ჯერაც კი გაიზარდოს. 1993 წლის Four Corners-ის აფეთქებამდე რაოდენობა დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა. Bob Parmentry, New Mexico's University-ის ეკოლოგი, იყო პირველი, ვინც ამ პროცესის თანმიმდევრობა შეადგინა და მისი დროის მნიშვნელობა გამოკვეთა. სცენარეულობის ზრდასა და მღრღნელების პიკს შორის დაყოლნება თვეებით იზომება. სისტემა ნელა ვითარდება, შემდეგ კი მოულოდნელად აღწევს პიკს. მეტი თაგვი ნიშნავს მეტ განავალს. მეტი განავალი ნიშნავს მეტ აეროზოლს. გადამტანების სიმჭიდროვე ველურ ბუნებაში მუდმივად იზრდება. დაზარალებულ ზონაში ყოველი ფუღურომორი, ყოველი კედლის ხრუ და ყოველი სათავსოს იატაკი საბოლოოდ ინფიცირებულ ცხოველებს მასპინძლობს. კონტაქტის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვეულებრივ წლებში მოლაშქრე პინიონისა და ჯუნიპერის ტყეში თითოეულ აგრზე 1 ან 2 თაგვს თუ გადააწყდება. თაგვებით სავსე წელს ეს რიცხვი 15 ან 20 შეიძლება მიაღწიოს. ეს ისევ და ისევ ხდება, როცა პირობები იდეალურად ემთხვევა ერთმანეთს. უდაბნოში წვიმა მოდის. მცენარეები რეაგირებენ და თაგვები მრავლდებიან. მათი განავალი გროვდება და მტვერი ბიოლოგიურად აქტიური ხდება. 1993 წლის ქრონოლოგია აჩვენებს, როგორ გამოიყურება სრული ციკლი.
1992 და 93 წლების სველი ზამთარი ნიუ-მექსიკოს ზოგიერთ ნაწილში რეკორდული რაოდენობის პინიონის მოსავალს გამოიწვია. შემდეგ თვეებში დაზარალებულ კანიონებში ირემის თაგვების სიმჭიდროვე ნორმაზე მაღლა ავიდა. ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. 1993 წლის 14 მაისს პირველი ცნობილი პაციენტი 4 კუთხის რეგიონში დაკრძალვაზე მიმავალ გზაზე მოულოდნელად დაეცა. იმ დროისთვის ეკოლოგიური ჯაჭვური რეაქცია უკვე დასრულებული იყო გადამტანის ზონაში. ვირუს მუტაცია არ განუცდია. არაფერი ახალი არ განვითარებულა. უბრალოდ თაგვების პოპულაციამ გადალახა კრიტიკული ზღვარი, სადაც ცხოველიდან ადამიანზე გადაცემა სტატისტიკურად გარდაუვალი გახდა. იგივე ძირითადი სქემა: გარემოს ცვლილება, მღნელების გავრცელება, ადამიანებთან კონტაქტი. რეგიონული ვარიაციებით განმეორდა ყველა მნიშვნელოვან აფეთქების წელს მას შემდეგ. შეადარეთ აქ მიმდინარე მოვლენები სხვა ზოონოზურ საფრთხეებს. ფრინველის გრიპს სჭირდება რთული გენეტიკური ცვლილება მეფრინველეობის მეურნეობაში. ებოლა დამოკიდებულია ხამურებისა და პრიმატების კონტაქტის ნიმუშებზე, რასაც ექსპერტები ჯერ კიდევ ვერ პროგნოზირებენ კარგად. ლაიმის დაავადება უკავშირდება ტკიპების სიმჭიდროვეს დანაწევრებულ ტყეებში, რაც მუდმივად იცვლება. ჰანტავირუს ერთი ჯაჭვური პროცესით მიმდინარეობს. ეს კასკადი დოკუმენტირებულია. ეს ხდება ისევ და ისევ, და ეს შემთხვევითი არ არის. და იგივე ეკოლოგიური პირობები, რომლებიც იწვევს მღნელების მატებას, ორბიტიდანაც ჩანს. 2006 წლის ივლისში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან და ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტთან დაკავშირებულმა მკვლევრებმა გამოაქვეყნეს პროგნოზირების მოდელი, რომელიც იყენებდა NASA-ს Landsat-ის სატელიტურ გამოსახულებებს ჰანტავირუსის რისკის ზონების პროგნოზირებისთვის ამერიკის სამხრეთ-დასავლეთში. ამ პროგნოზმა ორი რამ გააკეთა. მან 4 კუთხის რეგიონი მაღალი რისკის ზონად მონიშნა, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო შორს წავიდა. მან სამხრეთ კოლორადო და ახალი მექსიკის ჩრდილო-ცენტრალური ნაწილი 2006 წლისთვის ახალ საშიშ ზონებად მონიშნა. ეს ადგილები მანამდე დაბალი რისკის ზონებად ითვლებოდა. შემდეგი შემთხვევები რუკას დაემთხვა. ეს იყო პირველი რეცენზირებული პროგნოზი ინფექციური დაავადების აფეთქების შესახებ, რომელიც ოდესმე კოსმოსიდან გაკეთებულა. სისტემა ეფუძნებოდა მცენარეულობის რეაგირების სიგნალებს, რომლებიც კოსმოსიდან იზომებოდა. ის ზომავს რამდენად მწვანეა მიწის მონაკვეთი. გარჩევადობა იმდენად მაღალია, რომ შეუძლია დააფიქსიროს მცენარეულობის პულსაციები, რომლებიც 1 მილზე ნაკლებია. Landsat-ის სენსორები ამ სურათს უწყვეტად იღებენ, წელიწადიდან წელიწადამდე. ამავე გუნდის წინაკვლევამ ეს განუზომიერება შენიშნა. მცენარეულობის სიგნალი მღნელების პოპულაციის პიკამდე რამდენიმე თვით ადრე ჩნდებოდა, ხოლო მღნელების პიკი ადამიანებში ინფიცირებამდე. შეხედეთ უდაბნოს ორბიტიდან, დაელოდეთ 12 თვეს და ეპიდაფეთქება გამოჩნდება. პროგნოზმა კიდევ ერთხელ გაამართლა. 2015-16 წლების სეზონში ჰანტავირუსის გაზრდილი რისკის შესახებ წინასწარი გაფრთხილებები გავრცელდა სამხრეთ-დასავლეთში და მექსიკაში. კოლორადოსა და მექსიკაში შემთხვევები გაფრთხილებების შესაბამისად გაიზარდა. Landsat-ი მხოლოდ პასიური სამეცნიერო ინსტრუმენტი არ არის. ის, სხვა ყველაფერთან ერთად, ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი რესპირატორული ვირუსის აქტიური აფეთქების პროგნოზირების სისტემაა. მონაცემები მუშავდება, რისკის რუკები მზადდება. სამხრეთ-დასავლეთის შტატებისა და დომების ჯანდაცვის დეპარტამენტებს ინფორმაციას აწვდიან. მწვანე საფარი ნიუ-მექსიკოს ბუჩქნარ ტერიტორიაზე 2026 წელს ადრეული გამაფრთხილებელი ნიშანია. ეს მიუთითებს შემთხვევებზე, რომლებიც კლინიკებში 1-დან 2 წელიწადში მოხდება. ეს სისტემა ახლა უკვე აკადემიურ პროგნოზირებას ცდება. იგივე NOAA-ს დაავადების პროგნოზირების პროგრამა, რომელმაც 2015 წლის გაფრთხილებები გასცა, ახლა მიმდინარე სატელიტურ მონაცემებზე მუშაობს. 2025 წლის დეკემბრის გაფრთხილება სამხრეთ კონუსისთვის, NASA-ს ნალექებისთვის და მცენარეულობის მონაცემებს, ასევე ადგილზე მიღებულ ანგარიშებს ეყრდნობოდა. ნიუ-მექსიკოს, კოლორადოსა და არიზონას სახელმწიფო სააგენტოები იღებენ ადრეული გაფრთხილების ბრიფინგებს. სიგნალი ორბიტული სენსორიდან ოლქის ჯანდაცვის ოფისში რამდენიმე კვირაში გადადის. ამის მნიშვნელობა იმაზე დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სააგენტო, რომელიც მხარეზე დაშვებებითა და მარსის როვერებით არის ცნობილი, ასევე მართავს ყველაზე ზუსტ ჰანტავირუსის პროგნოზირების სისტემას, რაც კი ოდესმე შეუქმნიათ. სისტემა მუშაობს. ის რამდენჯერმე აღმოჩნდა მართალი. ის აქვეყნებს რისკის რუკებს 1 წლით ადრე და ამტკიცებს, რომ რუკა აღარ არის სტაბილური. 30 წლის განმავლობაში ამერიკაში ჰანტავირუსის რისკი პროგნოზირებადი გეოგრაფიის მიხედვით ვითარდებოდა. აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთი, სამხრეთ ამერიკის სამხრეთი კონუსი და ჩრდილოეთ ევროპის ტყიანი ადგილები. მაგრამ ეს საზღვარი იცვლება. 2025 წელს CDC-ის ყოველკვირეულმა მონიტორინგმა დააფიქსირა დადასტურებული შემთხვევები ვისკონსინსა და ნევადაში. ორივე შტატს ვირუსთან თითქმის არანაირი ისტორია არ აქვს. ლუიზიანამ 2 ერთმანეთთან დაუკავშირებელი შემთხვევა დააფიქსირა. ამ აღმოჩენებმა ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები პირველად ეპიდზედამხედველობის ეპოქაში აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაარეგისტრირა. ეს არ არის გავრცელება მეზობელ ზონებში. ისინი ჩნდებიან ახალ ეკოლოგიურ კონტექსტებში. არგენტინა ყველაზე დრამატული ცვლილებაა გლობალურ მასშტაბზე. პატაგონია ჰანტავირუსის აქტივობის მთავარი რეგიონი იყო.
ის მდებარეობდა სამხრეთ წვერზე, ცივ ანდების მთისწინეთში, სადაც გამორჩეული მფრინველების პოპულაცია იყო. 2025-26 წლების სეზონისთვის სიმძიმის ცენტრი უკვე გადანაცვლებული იყო. ბუენოს-აირესის პროვინცია, ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალი რეგიონი, ახლა ლიდერობს 42 დადასტურებული შემთხვევით ამ სეზონზე. დაავადება ტოვებს ცივ და შორეულ სამხრეთს. ის მიემართება ცენტრალური სასოფლო-სამეურნეო ზონისკენ, სადაც პერიურბანული სიმჭიდროვე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პატაგონიაში. ევროპაც იცვლება. ჩრდილოეთ შვედეთში ვირუსის აქტივობა კვლავაც ტყის პირას მდებარე ეკოსისტემებს მიხვება, მაგრამ მონაცემები აჩვენებს, რომ გავრცელება ხდება იმ რეგიონებშიც, სადაც წარსულში შემთხვევების სიმჭიდროვე უფრო დაბალი იყო, ვიდრე წინა ათწლეულებში. გერმანიასა და ცენტრალური ევროპის მეზობელ რეგიონებში, ტყიან რაიონებში დაავადების აფეთქებები გაიზარდა მოსახლეობის ციკლების შემდეგ. რისკის ზონა ფართოვდება. როდესაც ზონა უფრო ახლოს მიდის დასახლებულ ცენტრებთან, დაავადება ახალ ადამიანებში ვრცელდება. ამ ადამიანებს ვირუსთან კიდევ უფრო ნაკლები წინა კონტაქტი აქვთ. შორეულ თემებს, რომლებიც ადრე ყველა დარტყმას იღებდნენ, ვირუსის მატარებელი მხნელი მაინც ნანახი ჰქონდათ. ახალ ტერიტორიას კი არა. ეს რიცხვებშიც აისახება. არგენტინის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2025-26 წლების სეზონში 39%-მდე გაიზარდა, რაც საშუალო 22%-ზე ბევრად მაღალია. რაც უფრო უცნობია სისტემა მასპინძელი მოსახლეობისთვის, მძიმე შემთხვევებში ფიზიოლოგიური კოლაგიური კოლაფსის მაჩვენებელი მით უფრო მაღალია. საზღვარი ერთადერთი არ არის, რაც იცვლება. ვირუსთან ამ საზღვარზე შეხვედრილი მოსახლეობაც იცვლება. 3 ათწლეულის განმავლობაში ამერიკის სამხრეთ-დასავლეთში ჰანდავირუსის რისკი ძირითადად იმ ადამიანებზე მოდიოდა, ვისაც მიწასთან ღრმა კავშირი ჰქონდა. მესაქონლეები, დომობრივი თემები, ტყის მუშაკები და სოფლის მცხოვრებლები, რომლებიც ვირუსის მატარებელი ცხოველების სიახლოვეს გაიზარდნენ. ისინი კლინიკური თვალსაზრისით იმუნური არ იყვნენ, მაგრამ წლების განმავლობაში დაბალ დონეზე არაერთხელ ჰქონდათ კონტაქტი. მაგრამ ახლა რისკის ზონაში შემავალი მოსახლეობა განსხვავებულია. დისტანციური მუშაობის გამო დაწყებული მიგრაცია 2020 წელს დაჩქარდა და მას შემდეგ უკან არ დაბრუნებულა. აშშ-ის აღწერის ბიურომ 2023 და 2024 წლებში ნიუ-მექსიკოს, კოლორადოს, მონტანასა და აიდაჰოს სოფლის ოლქებში მოსახლეობის წმინდა ზრდა დააფიქსირა. ხალხი გადადის ჰენტავირუსის გავრცელების ტერიტორიაზე სანაპირო ქალაქებიდან, გარეუბნებიდან, იმ ადგილებიდან, სადაც ირემის თაგვი მათი ბავშვობის გარემოს ნაწილი არ ყოფილა. მან არ აქვს ქცევითი გამოცდილება ამ პათოგენთან. ისინი ხიდულობენ მიწას, ხსნიან დამხმარე დანგეგებობებს, წმენდნენ იატაკებს და გადააქვთ შეშა სწორედ იმ გარემოში, სადაც ვირუსის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია. ნიუ-მექსიკოს ჯანდაცვის დეპარტამენტმა ეს პირდაპირ აღნიშნა 2024 წლის დაავადებათა მონიტორინგის ყოველწლიურ ანგარიშში. დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა სოფლის თემებში ახლახან ჩამოსახლებულებს შორის, შედარებით ხანგრძლივი დროის მაცხოვრებლებთან. ეს სხვაობა უზარმაზარი არ არის, მაგრამ სტაბილურია და იზრდება. იოსამიტის კლასტერი 2012 წელს იყო ადრეული სიგნალი ამ დინამიკისა, როდესაც ურბანული ვიზიტორები გადიოდნენ ინფიცირებულ გარემოში ისე, რომ არ ჰქონდათ მანამდე მიღებული ფონური ზემოქმედება, რომელიც მათ რეაქციას სულიდა. 2025 წლის მონოს ოლქის კლასტერმა ეს განმეორებით დაადასტურა. მუშაკები, რომლებიც მოკლევადიანი სოფლად დასაქმებისთვის იყვნენ დაქირავებულნი და რეგიონს გარედან მოჰყავდათ, არ ჰქონდათ ჰანტავირუსთან წინა შეხების ისტორია. ვირუსი უფრო აგრესიული არ ხდება. ეს არც ახალი რამაა. ის ყოველთვის არსებობდა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეხლა მედია ამ საკითხზე ყურადღებას ამახვილებს და პანიკა რეალურია. განსხვავება ისაა, რომ მოსახლეობა, რომელსაც ვირუსი ხდება, ნაკლებად მომზადებულია. და უფრო ღრმა კითხვა ამ ეტაპზე არა სიმძიმე, არამედ გავრცელება, რაც მიზეზს გულისხმობს. რაღაც საზღვარს გარეთ სწევს და ეს გლობალურია. რაღაც, რაც ნებისმიერ ერთ ეკოსისტემაზე უფრო მასშტაბურად მოქმედებს. სისტემა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად გავლენა მოახდინოს ნალექებზე, მცენარეულობის ციკლებზე და მღრღნელების პოპულაციის დინამიკაზე კონტინენტებზე. პლანეტარული სიგნალია. როდესაც ეკვატორული წყნარი ოკეანე თფება, მთელი ჰანტავირუსის ჯაჭვი ერთდროულად აჩქარდება რამდენიმე კონტინენტზე. ამერიკის სამხრეთ-დასავლეთი უფრო ნოტიო ხდება. პატაგონია რეაგირებს. ცენტრალური ევროპის ტყის საფარი იცვლება. ყველაფერი ერთდროულად ხდება, იმავე ტემპერატურის ცვლილებით გამოწვეული, რომელიც ათასობით მილის მოშორებით ხდება. ეს სინქრონიზაცია დამთხევა არ არის. ელ-ნინიოს სამხრეთული ოსცილაცია, ანუ ENSO, შემთხვევითი ამინდის ანომალია არ არის. ეს განმეორებადი პლანეტარული საათია და ჰანტავირუსი მის გრაფიკზე მუშაობს. ეს არის მთავარი კავშირი. რადგან ნალექი განსაზღვრავს მცენარეულობის რაოდენობას, მცენარეულობის რაოდენობა განსაზღვრავს საკვების ხელმისაწვდომობას. საკვების ხელმისაწვდომობა კი მღრღნელების პოპულაციის დინამიკას და გავლენას ახდენს გარემოში ვირუსულ დატვირთვაზე. ეს ყველა ფაქტორი განსაზღვრავს ექსპოზიციის რისკს. სრული სისტემა მუშაობს მრავალწლიან ციკლებზე, რომლებიც ხშირად მერყეობს 3-დან 7 წლამდე. დამოკიდებულია ENSO-ს ცვალებადობაზე. NOAA-ს კლიმატის პროგნოზირების ცენტრ შეუძლია აღმოაჩინოს განვითარებადი ელ-ნინიო 12-დან 18 თვემდე ადრე.
ბევრად ადრე ვიდრე ადგილზე რაიმე შედეგი გამოჩნდება. ეს ნიშნავს, რომ ჰანტავირუსის ჯაჭვში ყველაზე ადრეული სიგნალი უდაბნოში კი არა, წყნარ ოკეანეშია. ტემპერატურის ცვლილებები ეკვატორულ წყნარ ოკეანეში შეიძლება ატმოსფეროში გავრცელდეს და შეცვალოს ნალექების განაწილების სქემა მთელ მსოფლიოში. ეს ცვლილებები შემდეგ ეკოსისტემებში ვრცელდება, რაც შეიძლება გამოიწვიოს მღრღნელებების პოპულაციის მერყეობა და ამასთან ერთად ჰანტავირუსთან კონტაქტის რისკი. რუკა აღარ აღწერს, სად ხდება ეპიდაფეთქებები. ის აღწერს, სად იქმნება მათთვის პირობები. და ეს მომზადება ციკლს მიყვება, რომელსაც არც ერთი ადგილობრივი ხელისუფლება არ აკონტროლებს და არც ერთი ქალაქის დაგეგმვა ვერ შეცვლის. გამომწვევი მიზეზი მიწაში არ არის, ის ოკეანეშია. და 2026 წელს საკრუიზო გემმა მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება. მგზავრები იზოლირებულნი იყვნენ კაიუტებში, საგანგებო რეისები, ჯანდაცვის წარმომადგენლები დამცავ ეკიპირებაში, კონტაქტების მოძიება რამდენიმე ქვეყანაში. გემი MV Hondiusi საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა. იმ წამს, როცა ხალხმა ვირუსი და საკრუიზო გემი გაიგო, შედარებები COVID-თან დაიწყო. მაგრამ ჰანტავირუსის შემდეგი COVID არ არის. ის განსხვავებულია. ის სასტიკია, მაგრამ განსხვავებით ტიპური დაავადებებისგან ადვილად არ ვრცელდება. ამიტომ უკეთესი შედარება არც COVID-ია და არც გრიპი. სინამდვილეში ის ციმბირულ წყულს უფრო გავს. არა იმიტომ, რომ ეს დაავადებები ერთმანეთს გავს, არამედ იმიტომ, რომ ორივე ადგილობრივ კატასტროფას გავს. იშვიათი გარემოზე დამოკიდებული, ყოველდღიურ ცხოვრებაში რთულად შესახვედრი, მაგრამ დამანგრეველი, როცა თავს დაგატყდება. ჰანტავირუსი არ ქმნის გლობალური ჩაკეტვის საფრთხეს, მაგრამ ის ქმნის კონცენტრირებულ სასიკვდილო ზონებს. შორეული ქოხი, თხის საგუშაგო, ბანაკი, გემი ზღვაში. მოულოდნელად, ის, რასაც უსაფრთხო იზოლაციად მივიჩნევდით, საფრთხედ იქცევა. გმადლობთ, რომ დღეს შემომიერთდით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ მსგავსი ვიდეოების ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გმადლობთ და მომავალ შეხვედრამდე მეფექსზე.